მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა წავიწიოთ ერთი ნაბიჯი წინ და ვისწავლოთ ან გადავიმეოროთ უკვე გამოცდილი მეჩიბუხეებისთვის როგორ დავტენოთ ჩიბუხი. დატენოს ვეძახი მე რა ფაქტიურად, იმიტომ რომ ქართული სიტყვა არ ვიცი რა შეესაბამება ამას, თუთუნის ჩაყრა ჩიბუხში რა ოღონდ რაღაც წესების გათვალისწინებით რა. ეს დატენვის პროცესი ძალიან სასიამოვნოა. აი ხშირად ვავლებ ხოლმე პარალელს, აი ნადირობა თუ გიყვართ, საკუთარი ხელით რო გილზებს ტენით და მერე წახვალ და გაისვრით და მერე თოფს გაწმენდა, ხო რაღაცა მსგავსია, ძალიან რომ აი დატენით ჩიბუხს, მერე გააღვივებ და მერე როცა დაასრულებ გაწმინდა. და როგორც ის არის სასიამოვნო, ასევე ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა. კარგი, დავიწყოთ ახლა. თქვათ, რამდენი მეთოდი არსებობს, ხო? 3 კლასიკური მეთოდი არსებობს, რომელიც ყველა მიცის, თუმცა ჩემი აზრით, იმდენი მეთოდი არსებობს, რამდენი ადამიანიც არის და რამდენი ადამიანიც ეწევა ჩიბუხს. იმიტომ რომ მიუხედავ იმის, რომ 3 მეთოდი ვიცი, მაინც რაღაც ჩემი გურ მეთოდს ვიყენებ და მაგას შემდეგ, როდესაც ჩიბუხის მოწევაზე გადავალთ, გაჩვენებთ მე რომელი მეთოდს ვანიჭებ უპირატესობას, რომელი მეთოდი უფრო მე მომწონს რა. პირველი მეთოდი არის ესეთი სამფენიანი მეთოდი ეწოდება, რომელიც ძირითადად გამოიყენება უფრო ღრმა გულიანი ჩიბუხებისთვის, რომელსაც ასე ვთქვათ, ღრმა გული აქვს და ცოტა ფართე პირით შედარებით რა. ანუ ეს სამფენიან მეთოდს უწოდებენ ეგრეთ წოდებულ 3-step methods ინგლისურად და კიდე ესე ეწოდებენ რომ რაღაც ბავშვის თითი, დედის თითი და მამის თითი რა, baby finger, mother finger, father finger და რას გულისხმობს ახლა ეს პირველ ეტაპზე, ესე იგი ვიწყებთ ესეთ რაღაცით რა, ვიღებთ თუთუნს. სასურველია რომ ესე დაჭრილი თუთუნი იყოს, სასიამოვნო სურნელის მქონე. აი ძალიან მიყვარს, აი ამ შეგრძნება და პირველ ეტაპზე ვყრით ჩვეულებრივად, ესე ჩიბუხში ვყრით თუთუნს, შეძლებს დაგვარად რამდენიც ჩავა, ასე ვთქვათ, თავისი გრავიტაციით რა, რამდენიც ჩაცვირდება. ხო, შემდეგ აი ძალიან რბილად ვაწვევით, ძალიან რბილად, ისე რომ თითქოს არც ვტკებთ, უბრალოდ ვასწორებთ რა, ასე ვთქვათ რა. ამას ქვია baby finger-ი რა, აი როგორც ბავშვის თითივით, რაღაც ნაზად ვასწორებთ, ესე ვთქვათ. შემდეგი ეტაპი არის მეორე ჩაყრა. მეორესაც ანალოგიურად ვყრით ესე. რამდენის ჩაეტევა უკვე იმ მოსწორებულ ზედაპირზე და აი ამას ოდნავ მეტი ძალით ვაწვევით. ოდნავ მეტი ძალით. რომ აი თქვათ ესეთი მესამე გვაქვს კიდე ჩასაყრელი და როარ საკუთას რა ქვია, გაიჭედოს ძალიან რა. ანუ აუცილებელია რომ ისე იყოს თუთუნით ჩაყრილი, რომ მასში ჰაერი კარგად გადიოდეს. თუ გასინჯავთ და ძალიან გეწინააღმდეგებათ მოხაჩვის დროს, ხო? აუცილებლად უმჯობესია რომ გადმოყაროთ და თავიდან ჩაყაროთ, იმიტომ რომ აი ვერ გააღვივებთ რა, დაიტანჯებით რამდენჯერმე მოკიდებაში და ასე შემდეგ რა. აი ახლა მესამე ჩაყრაზე შედარებით უფრო ძლიერ ვტკეპნი ზედაპირს. მე ზოგადად მიყვარს რომ აი ამ თავიდან ცოტა ქვემოთ რო ჩაიწიოს ჩიბუხმა, იმიტომ რომ როდესაც მოუკიდებ ხოლმე ეს ფართოვდება და მაინც იწევს ზემოთ, რომელსაც ტამპერით მე ვასწორებთ. თუმცა ეს ამოწეული ზემოთ არ არის სასიამოვნო, თუ ცოტა ესე ძალიან პირზე გაასწორებთ, რომ ამოწეული მე აი ზედა თავს გისვრის, როცა იწვის, ასე ვთქვათ, მოკიდების დროს და რაღაცა, ანუ აი ესე ცოტა გადმოვა რა, მოკლედ და აი ჯობია რომ ოდნავ ჩემი რეკომენდაცია, აი მე ყოველთვის ესე ვაწევი, რომ ოდნავ ჩავაწევინებ თავს ქვემოთ რა. აი ასე ვთქვათ, ესე ცოტა მეტი ძალით ჩავიტანთ და გავსინჯავთ აუცილებლად რამდენად წინააღმდეგობას გიწევს. ხო, აი ცოტა ეხა ის არის უფრო ცოტა მეტი რომ დავტკეპნო, უკეთესი იქნება რა. ანუ ძალიან თავისუფლადაც არ უნდა მოდიოდეს ჰაერი და ძალიან არ უნდა უჭირდეს ჰაერის გამოსვლა, რომ ზუსტად ის ჟანგბადია, რაც ხელს უწყობს იმას, რომ წვა კარგად წავიდეს რა.
ხო, აი ეხა ეს კარგია რა. აი ეს ერთი გავაკეთეთ. ეხა მეორე მეთოდი არის ეგრეთ წოდებული ორ ფენიანი მეთოდი, ფრენკ მეთოდს უწოდებენ ამას, რაღაც გერმანელი ჯენტლმენის ფრენკის საპატივცემულოდ, რომელმაც თქვა ესეთი რაღაცა, რომ პირველიო უნდა ჩაყარო როგორ ჩაიყრებაო, აი ესეო, ანუ არც დააწვეო არაფერსო, ესე ჩაყარეთო. თუთუნი როგორ ჩაიყრება, ესე ლამაზად მოუსწოროთ თავი. ასე ვთქვათ, აი ესე. და შემდეგ ვიღებთ აი ესე 4-5 თითით, აი ესე, ასე ვთქვათ, ფუჯას, როგორც ერთ-ერთი ჩვენი ყოფილი მინისტრი იტყოდა, თუ გახსოვთ. ხო და აი ესე დავადებთ თავზე, დავიკავებთ ასე მეორე თითით და შევეცდებით რომ ოდნავ დავაწვეთ და აი გვერდები რო ჩაუწიოთ რა, აი ესე ტრიალით. აი ეს არის ფრენკ მეთოდი. ეს თუ აქეთ ცოტა გამოიწია გავასუფთავოთ. ესე იგი ორფენიანი მეთოდია, პირველი გრავიტაციული ჩაყრით, მეორე უკვე ესეთი ბუჯის, ასე ვთქვათ, ჩატკეპნით. ესე რომ ლამაზად იყოს რა. აი კიდევ ერთხელ მე ოდნავ ჩავწევდი, მაგრამ ნუ თვითონ ამბობს რომ როგორც კი ჩავა, მე აღარ უნდა ჩააწვეთო რა. აი ვიდეოც არის კიდეც YouTube-ზე მაგასთან დაკავშირებით და ვცდილობ რომ ზუსტად იმის მიხედვით გავაკეთო რა. ფაქტიურად ესე გამოვიდა რა. აი ეს არის აი თავები შეგიძლია ოდნავ ესენიც მოაშოროთ რა. ასე ვთქვათ. ესე რო იყოს. ხო, ესეც ნორმალურია რა, წინააღმდეგობას არ გიწევს, ქვემოთ თავისუფალია, ზემოთ ცოტა ძლიერი ბურთი ადევს. და მესამე მეთოდი ძირითადად მაღალყუნწიანი ჩიბუხებისთვის, ყუნწიანი კი არა, მაღალყელიანი ჩიბუხებისთვის გამოიყენება. აი უფრო მაღალი, აი ესეთი მაღალი პოკერის ტიპის ჩიბუხები რო არის, მაგათთვის გამოიყენება და იმ შემთხვევაში, როდესაც გინდა რომ ცოტა მოწიო, არ გინდა მთლიანი თასი გაავსო. მაგ შემთხვევაში აი ესე ისევ ფუჯას იღებ ხელში, ასე ვთქვათ, არაფერს აყრი, იღებ ფუჯას და აი ესე თავზე ჩატენი ისე რომ ბოლომდე, ანუ ქვემოთ არ ჩაცვივდეს რა. აი ასე ვთქვათ, აი ესე უნდა გაკეთდეს ეს. ანუ ამის თავარი მუღამი ის არის, რომ აი აქ შიგნით რაღაც ჰაერი უნდა დარჩეს, რომელიც განსხვავებულ შეგრძნებებს იძლევა მოწევის დროს და ძირითადად ამისთვის იყენებენ ვირჯინიას თამბაქოს ნაირსახეობებს, ვირჯინიას ძირითადად რა. აი ეს არის მეორე, ეს არის air gap მეთოდი ქვია, ჰაერის რაღაც ჰაერი რო გრჩება აი აქ ამ ნაწილში, აი ესეთი მეთოდი ქვია, AK მეთოდსაც ეძახიან კიდე. აი ეს არის სულ რა, ეს სამი მეთოდი არსებობს ძირითადად რის მიხედვითაც მეჩიბუხეები ეწევიან ჩიბუხს. აბა დროებით.